ჩამოთვალა შალვამ ეს პრობლემები, რაც აწუხებს დღეს სტუდენტობას, თუმცა ჯერ რამდენად ეთანხმებით ამ პრობლემებს და რაც მთავარია, რამდენად ადეკვატურია ამ შემთხვევაში რექტორის გადადგომის მოთხოვნა, თუ ეს უბრალოდ თამასა ძალიან მაღლა იყო აწეული იმისთვის, რომ ყურადღება მიეპყროთ ხელმძღვანელობას. კი ბატონო, დიდი მადლობა მოწვევისათვის, მივესალმები თქვენს ტელეაუდიტორიას, შალვას ვთხოვ, რომ არ გამაწყვეტინოს და თქვენი იმედიც მაქვს, რომ დამიცავთ აი ამ მოსალოდნელი შედეგისგან. მოკლედ თავდაპირველად მე ერთ შენიშვნას გავაკეთებ, რომ ჩვენ მე წარმოვადგენ მაგალითად იმ სტუდენტურ მოძრაობას, რომელიც ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო. სახელი მას შეიძლება არ ქონდეს, მაგრამ ჩვენ 2010 წლიდან გამოვდივართ ქუჩაში და გამოვდივართ სხვადასხვა მოთხოვნებით. იმ თარგმნის მოძრაობაში მე პირველ კურსზე ვიყავი და ამ თარგმნის პროცესებზე ვიყავი ჩართული. მაშინ სტუდენტური თვითმმართველობა ჩვენს გვერდით არ იდგა და მეტიც. შალვაში შეიძლება არ იყო იქ მაღალჩინოსანი და აქტივისტი და ასე შემდეგ, მაგრამ ის სტუდენტური თვითმმართველობა ჩვენ გვცემდა, გვირტყამდა და ასე შემდეგ. შემდეგ, აღარ გავაგრძელებ მე რა მოხდა, როგორ განვითარდა პროცესები. სასწავლო წლის დასაწყისში, პირველსავე დღეს აი იმ მემარცხენე სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენლები გამოვიდნენ ქუჩაში. ზუსტად იმ მოთხოვნებით, რომელიც დღის წესრიგითაც დღეს შალვა გამოდის და უფრო სხვა მოთხოვნებიც იყო იქ და ამის შესახებ მოგახსენებთ, მაგრამ მაშინაც ანალოგიური მივიღეთ ჩვენ, რეაქცია სტუდენტური თვითმმართველობისგან, ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენ აი სხვა მხრივ ვარკვევთ ამ სიტუაციას, თქვენ არ ხართ მართლები, თქვენ მხოლოდ ქუჩაში ყვირით და ასე შემდეგ. ასე რომ მე შალვას ორგანოს მიმართ, შალვას ამ სტრუქტურის მიმართ მაგ ნაკლები ნდობა, იმიტომ რომ მათმა გზამ, გამგვილმა გზამ აჩვენა ის, რომ ისინი ყოველთვის იდგნენ სტუდენტთა ინტერესების საწინააღმდეგოდ და ხშირ შემთხვევაში ეს ორგანო წარმოადგენდა კონკრეტული მმართველი პოლიტიკური პარტიის გაგრძელებას მაშინ. და იმ მმართველი პარტიის ლიდერები იყვნენ აი ამ ორგანიზაციის წევრები და ხელმძღვანელები. დღეს არ ვიცი, დღეს ამაზე სასაუბროთ, მე შესაბამისი ასე ვთქვათ მასალები დაზუსტებით და თანმიმდევრულად არ მაქვს. ეხლა მე მოთხოვნებთან დაკავშირებით რომ ვთქვათ, ჩვენ ამ ყველა ინფრასტრუქტურულ პრობლემასთან, შიდა პრობლემასთან ერთად ვასახელებთ კიდევ ორ პრობლემას, რომელიც უნივერსიტეტში არსებობს. პირველი, დიახ, ადმინისტრაციული რეფორმა ჭირდება უნივერსიტეტს. აი ცოტა ხნის წინ შედგა შეხვედრა უნივერსიტეტის ერთ-ერთ სამუშაო მორიგ სამუშაო ჯგუფში, ეს სამუშაო ჯგუფები ხშირად იქმნება ხოლმე, სადაც გითხრეს ჩვენ რომ აი სტუდენტთა მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელი წარგვიდგინეს, არაჩვეულებრივი ქალბატონი. მასთან პირადად მე პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ ეს ქალბატონი წამოდგა და თქვა, წესდებით სტუდენტთა მომსახურების დეპარტამენტის ფუნქცია სტუდენტთა მომსახურება არ არის. და უნივერსიტეტში ასეთი სტრუქტურები არის ძალიან ბევრი. ამ სტრუქტურებს, ამ შიდა დანაყოფებს უნივერსიტეტის შიგნით არ აქვთ გაწერილი თავისი ფუნქციები ზუსტად. როცა თქვენ გეცოდინებათ, რომ A, B, C არის თქვენი ფუნქცია, D, E, F არის ჩემი ფუნქცია, მაშინ ყველაფერი დალაგებული იქნება, მაგრამ ეხლა ხდება ფუნქციების აღრევა და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სათანადოდ ვერ მუშაობს. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია არის გაბერილი უამრავი შტატით. ეხლა ყოველთვის ჩვენ გაქვს საშუალება, რომ ხელმძღვანელობასთან ისაუბროთ. აი მაგამდეც მივაქვს. ხელმძღვანელობასთან ვსაუბრობთ, მაგრამ ყოველთვის აქ საუბარი არის იმაზე, რომ აი ამას სჭირდება სამუშაო ჯგუფის შექმნა, სამუშაო ჯგუფმა უნდა იმუშაოს ამდენი და ამდენი თვე, შემდეგ საკანონმდებლო ნორმა არ არსებობს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უამრავი ბარიერი არსებობს აი ამ მიმართულებით. ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც თქვით და მე პირადად მოუწოდებდი ბატონ ლადოს, რომ რევოლუციური ცვლილებებია უნივერსიტეტში განსახორციელებელი, მაგრამ ბატონი ლადო ყოველთვის ჩვენ გპასუხობს იმაზე, რომ თვითონ ძალიან ფრთხილი ადამიანია, მე პატივს ვწევ ბატონ ვლადიმერს და მის გადადგომაში ასე ვთქვათ, ხსნას და რაღაცის შეცვლას ვერ ვხედ, ძალიან დიდ პატივს ვწევ მას. ბევრი მე დამიწერია კიდეც ამაზე, მის შესახებ კარგიც დამიწერია და ამაზე დღეს აქ არ ვისაუბრებ, ეს იცის სტუდენტურმა საზოგადოებამ, მაგრამ ის ყოველთვის ძალიან ფრთხილია, ძალიან ეჭვიანია, ყოველთვის ცდილობს, რომ იყოს ასე ვთქვათ, ძალიან კონსტრუქციული მშვიდი და ამიტომ გამოდის ის, რომ არც მწვავს წვავს, არც შამფურს წვავს უნივერსიტეტის შიგნით რეფორმასთან დაკავშირებით და შედეგად ვიღებთ იმას, რომ აი ესეთი მოვლენები ვითარდება იმასთან. ბატონი ლადოს რექტორობის პერიოდში გადაეცა სტუდენტურ თვითმმართველობას. შალვა იყო იქ, მაშინ არ იყო იქ, აი არ ვიცი, მაგრამ სტუდენტურ თვითმმართველობას გადაეცა ძალიან დიდი დაფინანსება. ისეთი არა, პრეზიდენტ სააკაშვილის დროს თვითმმართველობის დაფინანსება იყო $1,000,000 და მეტი. ეხლა არის ძალიან რამდენიმე 10,000 ლარი მიიღეს მათ ასევე. ჩვენ ვამბობთ, რამდენი ხანია 2012 წლის შემდეგ ჩემს მეგობრებთან ერთად გამოქვეყნებული გვაქვს თვითმმართველობის რეფორმირების თეზისები, რომლის მიხედვითაც თვითმმართველობამ პროექტების განხორციელების ფუნქცია უნდა დაკარგოს და უნდა იყოს მხოლოდ წარმომადგენლობითი ორგანო უნივერსიტეტის შიგნით არსებულ სხვადასხვა ტიპის წარმომადგენლობის დაწესებულებები.
დაწესებულებებში, მაგრამ ჩვენ არ გვისმენენ ამ მიმართულებით ასე გადმოხედვა არ ხდება, იგივე მინისტრის შეხვდა შალვას და მის მეგობრებს. იმავე დღეს, იმავე მოთხოვნები ჩვენ ქუჩაში ვიყავით გამოსულები, უბრალოდ არ შევშილობდით და სხვა რამეს არ ვაკეთებდით, მაგრამ ჩვენთან არ მოვიდნენ, ჩვენ არ გვესაუბრებიან. მემარცხენე სტუდენტების აზრი სამინისტროს არ აინტერესებს. სტუდენტები ოფიციალურად ქმნიან რაიმე გუნდს უნივერსიტეტში. ჩვენ უამრავი ჯგუფი არის მემარცხენე, უბრალოდ განათლების საკითხები იმდენად მნიშვნელოვანია, ჩვენ უამრავ რამეზე ვჩხუბობთ ერთმანეთთან, მაგრამ განათლების საკითხები არის უნივერსალური. რატომ არ მოვიდა მინისტრი ჩვენთან? თქვენ ფიქრობთ, რომ მემარცხენეობის გამო არ მოდის მინისტრი? ეხლა ვაგეთქვით, ჩვენ ვამბობთ შემდეგ რამეს, მე შალვას მეგობრებიც მაბრალებენ იმას, რომ პაპავას არ აკრიტიკებს და აკრიტიკებს ვიღაცა სხვა აკადემიკოს პაპავას არ აკრიტიკებს და აკრიტიკებს სხვა. მე ვფიქრობ, რომ დღეს აკადემიკოს პაპავას არ აქვს შესაბამისი რისი ძალაუფლებაც აქ და იმას არ აგვარებს, ის უკვე აღნიშნებენ შიდა ადმინისტრაციულ რეფორმას, მაგრამ დღეს აკადემიკოს პაპავას არ აქვს ძალაუფლება იმისა, რომ ძალიან ბევრი პრობლემა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით შეცვალოს ჩვენ სასწავლებელში. რა პრობლემებზეა საუბარი ის? დავიწყოთ იმით, რომ უნივერსიტეტს არ აქვს პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსება. ჩვენ აქეთ მხარეს მდგარი სტუდენტები ყოველთვის ვამბობთ იმას, რომ უნივერსიტეტში ვერ განვითარდება პროცესი, უნივერსიტეტი ვერ გახდება ევროპული ტიპის დაწესებულება, სასწავლო დაწესებულება თუ სამეცნიერო პროექტებისთვის შესაბამისი დაფინანსება ჩვენ არ გვექნება. მაგრამ მინისტრ სანიკიძის და მინისტრ გვარამიას, მინისტრ ნოდიას, მინისტრ ლომაიას აზრები ერთმანეთთან არის იდენტური. მინისტრ ქუმსიშვილის და მინისტრ ბენდუქიძის აზრები ერთმანეთთან არის იდენტური. ისინი ამბობენ, რომ განათლება და მეცნიერება გამოვიტანოთ დახულზე, გამოვიტანოთ საბაზრო პირობებში, გამოვიტანოთ ამ საბაზრო ველურ კონკურენციაში და რომელი უნივერსიტეტიც გადარჩეს, რომელი უნივერსიტეტიც მეცნიერება ვერ გადარჩება და ვერაფერს ვერ გააკეთებს, ის მოკვდეს და ის მან ვერაფერს ვერ მიაღწევს. შალვა, თქვენ დაგიბრუნდებით აუცილებლად. რამდენიმე პრეტენზია კიდე არის. რატომ არ არის